ქალაქ ზესტაფონში ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში გზის დაზიანებული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთება და ასფალტის საფარის მოწყობა 1 კილომეტრამდე მანძილზე განხორციელდება. სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. განახლებული გზა ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე იმ სასწავლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ამ გზაზე მდებარეობს. აღნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ხამბაშიძე. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 570.000 ლარს შეადგენს. გზის კეთილმოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც სოფლებში, ასევე ქალაქის ქუჩებზე. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, სადაც დღეს დავიწყეთ ასფალტის ამხელა, რის შემდეგაც მოხდება ასფალტის საფარის გადაგება. გზასთან ერთად აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, რომლის ღირებულება 570.000 ლარს შეადგენს. ახალი შესაძლებლობები ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხსენებული პროექტი არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი, რომელიც ერთდროულად ემსახურება ქვეყნის ეკომდგომარეობის გაუმჯობესებას და საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. უკვე დარგულია ასობით ნერგი, რეაბილიტირებულია 700 ჰექტარი ტერიტორია. პროექტი უკვე დასრულების ეტაპზეა. ის მიზნად ისახავს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე სივრცეების აღდგენას, ეკოსისტემების გაძლიერებას და მოქალაქეებისთვის რეკრეაციული გარემოს გაუმჯობესებას. თბილისის ურბანული ტყე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტი, რომელიც 700 ჰექტარზე აერთიანებს 700.000 ნერგს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ნიმუში, სადაც შეიძლება საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით შენარჩუნებული იყოს ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება, რომელიც ასე გამოარჩევს ჩვენ ქვეყანას და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადოთ ფონდ ქართულს, რომელიც მაგალითს აძლევს კერძო სექტორს თუ როგორ შეიძლება აქტიურად იყოს ჩართულები ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაში, სოციალური პასუხისმგებლობის განაწილებაში და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ტრადიციული საფეხბურთო ტურნირის სახელმწიფო რწმუნებულის თასზე. ასპარეზობაში 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი, როგორც ოფიციალური ინფორმაციებიდან არის ცნობილი, 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებული სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალ თასს დაეუფლება, ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების წარმომადგენლები შესაბამისი სინჯის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ასევე გამოვლინდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე და უხუცესი მონაწილე. სპორტული აქტივობის მიზანია რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს შორის გუნდური მუშაობის, კოლეგიალური ურთიერთობების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა. ასპარეზობებში სხვებთან ერთად ზესტაფონის თვითმმართველობის გუნდიც მონაწილეობს, რომელმაც პირველი მატჩი საჩხერესთან წააგო. რამდენიმე დღეში მას მომდევნო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გუნდთან აქვს. ასპარეზობენ რეგიონის სხვა გუნდებიც, სამტრედიამ ხონთან ფრე ითამაშა, ჭიათურამ ხარაგაულს მოუგო, თერჯოლამ კი ტყიბულს. გაიმართა პირველი ტურის სხვა მატჩებიც. დილიდან საღამომდე ამათთან ტრიალებ. რომ ყველაზე მეტად მაისი არის ვარდობის თვე, როგორც ძველებს ვთქვამს, მაისი ვარდობის თვეაო, მაისში არის ვარდი ყველაზე ლამაზი, სურნელოვანი. ახლა ამ ვარდებმა უკვე დაამთავრეს ყვავილობა და ემზადებიან მეორე ყვავილობისთვის. როგორც კი დაამთავრდება ყვავილობა, მე ვკვებავ ვარდებს ჩემი მეთოდით, ჭინჭარს ჩავყრი ჭურჭელში, დავასხავ წყალს,
დავინიშნავ დროს 10 დღე უნდა იყოს ეს ჭინჭარი წყალში ჩაყრილი, ვამატებ ცოტა ქათმის სკლინს ჩვენებურად იმერულად სკლინს ვეძახით და ცოტა ნაცარს. ეს 10 დღის შემდეგ 1 ლიტრას ხსნი 10 ლიტრა წყალში და ამით უფრო მეტად წვიმიან ამინდში ვრწყავ. ძალიან კარგია. მერე კიდევ ვარდებისთვის არის გუმათი, არის ჟელეც არის გუმათის და ფხვნილიც არის. აი ეს გუმათი არის სხვადასხვა ელემენტის შემცველი. ამასაც ხსნი ხომე წყალში, რომელსაც უჭირს და ვაძლევ ამასაც წყალხსნარს. მერე ზედმეტი ნალექები არის დამახასიათებელი იმერეთისთვის და ეს ზედმეტი ნალექი რეცხავს ნიადაგიდან რკინას, რაც იწვევს ვარდის კვების გაუარესებას და ფოთლები უყვითლდება. ქლოროზი ქვია ამ დაავადებას, ქლოროფილის მარცვლები არ მუშაობენ სინათლეზე და არ გამუშავდება სიმწვანე ფოთლის ზარღვები ჩანს. მე მაქვს შეძენილი ხელატი, რკინის ხელატი, აი ესეთი ფხვნილია. ამას გავხსნი წყალში და ვაძლევ ვარდებს. რამდენიმე დღე გავა თუ ამან არ უშველა, მერე კიდე განმეორებით მოვწყავ ამ ხელატის, ქელატი ალბათ ქართულად წყალხსნარით. გაზაფხულს მოსდევს ძალიან უხვი ნალექი. ამიტომ ვარდები ავადდებიან სოკოვანი დაავადებებით. ეს არის ნაცარი, აი ამ ვარდს ახლა აქვს ნაცარი და დღეს საღამოს ქარიანია ვერ შევწამლავ, ალბათ ხვალდილას შევწამლავ და აი ესენი პეკოზოლი ამპულაში, აი აქ არის კიდევ ტოპაზი, აი ამ ამპულებს გავხსნი ამას ერთ-ერთ წყალში და შესაბამისი დოზით ვაკეთებ წამლობას. ძალიან კარგია, მაკიტას კერხერი ვიყიდე და იმით ამ ეზოს წამლებ ალბათ 5 წუთში. ძალიან კარგია. მერე ესა აკრომენ ბლუს ხმარობ მე ახლა შესაწამლად. აი ესეც კარგია, ალბათ შაბიამანია ბლუმიტუ არის, შიგ ნარევი, ესეც კიდევ ძალიან კარგია ვარდის წამლობად. მე ვწამლავ ვარდებს 10 დღის ინტერვალით და რა ვიცი, კი ხედავთ ახლა ფიტოსპორინიც მაქვს, აი ფიტოსპორინი, რომ იტყვიან ძვირიაო, ვარდის ენერგიო, ამას ხომ ხარჯი აქვს, ხომ უნდა შევიძინო. ახალი ვარდის ჯიშები უნდა გავამრავლო, ვიყიდო, ვიწვალო, დავამყნა, დავაკალმო. კი საზრდოობ ამ ვარდებით და მიყვარს ჩემი პროფესია. ღმერთო ძალიან დიდი მადლობა რომ მომცა საშუალება რომ ვეზიარო ამ ლამაზი საქმის კეთებას. ხომ დამთავრდა უკვე პირველი ეტაპი ყვავილობის. ახლა უკვე ბოტონები აქვთ და ემზადებიან მეორედ ყვავილობისთვის. მერე ისევე გამოკვება, ისევ წამლობა და ისევ მესამე ყვავილობა და თან მოვა მერე ზამთარი. მერე კიდევ სამუშაოები მოდის, უნდა გაასუფთავა ბაღი, უნდა გასხლა, რომელიც გასასხლავია და ასე ემზადო ზამთრისთვის გამოკვება უნდა მერე გამოსაკვებად ვიყენებ. აი აქ არის ნაკრები სასუფის 5 ლარი გადავიხადებ, რომელსაც უჭირს ამას გავხსნი წყალში 3 ლიტრაში იხსნება ერთი პატარა კოვსი და იმას დავეხმარებ ხოლმე, რომელიც ისეთი ჯიშია, რომ NPK არის, რომელიც მინდა გავამრავლო, დავეხმარები ამით. შემოდგომაზე შემაქვს ნაცარი, ხის ნაცარი. ამბობენ არ იხსნებაო, კალიუმის შემცველია ნაცარიო თუ ძმარი უნდა დაამატო და მე ამას არ ვფიქრობ, რომ ესია. ნაცარი გამომაქვს ღუმელიდან შეწვავთ ზამთარში და ასე ვაბნევ. ვიტო, ესენი ასეთი კარგი. მოდის რითმა თავისით ამ ლამაზ ბუნებაში და ხანდახან წერ ხოლმე. მაგრამ ძირითადი საქმიანობა ესაა უკვე ჩემი. ვამრავლო, ვიყიდო ახალი ჯიშები და გავამრავლო, დავაკალმო ან დავამყნა. აი ჩემი ლექსები. აი ჩემი ლექსები, ესენი არიან საბავშვო ლექსები, არიან ქრესტომატიული ხასიათის ლექსები. თითოეულ ლექსში ბავშვს რაღაც ახალი აქვს და ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ მან იცის, რომ რაღაც ახალი შეიძინა. აი გადავშალოთ ახლა რომელიმე, აი ცისარტყელა ვლამაზო.
ცისარტყელავ ლამაზო, მომწონს შენი ფერები, ახლოს რომ ვერ მოვდივარ, შორიდან გეფერები, დავეძებ და ვერ პოვე, სადაიდე სათავე, შენს უღელზე შემოვჯდე, მოვიმარჯო, სადავე, მაღლა ცაშიავიდე, ავიხთინო ოცნება, სულ ახლოდან ვიხილო, შენი გასხივოსნება, ცისარტყელავ ლამაზო, მიყვარს შენი ფერები, თუ მოვედი შენამდე, იქაც მოგეფერებ.